რაი ყובაია. დიმიტრი აბოლაძე არ გვაძლევს საშუალებას რომ აზრიანად ვიმუშაოთ. მართლა. გამოს პული ხოლმე თვითონ დავისვათ, თვითონ დავისვათ. ნუ ვერ წავარჩიარ და ბოლოს გამარჯობა. ჯობია გადავიდე თემაზე. ხო, ისე მხიარო თემაზე. აღარ წარგადგენთ, იმიტომ რომ ხართ ჩვენი ორშაბათის თანაწამყვანები და მე ვიცი რომ საკმაოდ გამოხმაურებადია ეს ნაწილი ჩვენი გადაცემის, ბევრი ადამიანი გვიყურებს და ბევრ ამას სწავლობს, ჩემი არ იყოს. ზოგი შოქშიც არის. მაგრამ მეჭირავს შავი სია, რომელზეც ადრე ერთმა ბანკის წარმომადგენელმა თქვა რომ არ იხმაროთ ეს ტერმინი, არ არის ეს შავი სიაო, მაგრამ ამ შავი სიაში შედიან ის ადამიანები. ხო, შეიძლება არ ვქია, მაგრამ ამას ჩემმა ამხანაგმა დამირეკა და გავშავდი ძახდაო. კარგი, სანამ საუბარს დავიწყებთ, კინაღამ გამოგრჩა ჩვენი გათამაშების შეკითხვა. შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებისგან ვათამაშებთ 25 ვარიან სასაჩუქრე ვაუჩერს და მეორე შეკითხვა, რომელიც დაიპოსტება ზუსტად ამ მომენტში ჩვენს Facebook-ის გვერდზე. რა ჯილდო მიიღო ქართულმა მელოდრამამ ზღვარი კინოფესტივალზე ოქროს რაინდი? პოსტის კომენტარებში მოგწერეთ პირველი ისტორიული პასუხის ავტორი მიიღებს ამ პრიზს, რომელზეც უკვე მოგახსენებთ, ასე რომ გელოდებთ. გიორგი კეპულოძე და დავით კიკვაძე ჩვენი დღევანდელი გეკვიძე ბოდიში ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არა, ჩვენი თანაწამყვანები, რომ წინა გადაცემებმა მართლა ძალიან მაგარი გამოხმაურება გამოიწვია და დღესაც მე მგონი ისეთ თემაზე ვაპარაკოთ, რომ სულაც არის სასაცილოდ საქმე ბევრ ადამიანს არ აქვს სასაცილოდ საქმე არ არსებობს ადამიანი, აი ჩვენ ოთხ შორის ყოველ შემთხვევაში მაინც და მე დარწმუნებული რომ ბევრი ესეთი, ვისაც ერთი მეგობარი ნაცნობი მაინც არ ყავს, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ შავსიაში არ არის და რა ხდება? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დავიწყოთ ეგრეთ წოდებული შავი სიით, რომელიც სახალხოდ ასე არის გავრცელებული, ასე ქვია, თუმცა რეალურად ბუნებაში არანაირი შავი სია, არც ასეთი სახელწოდება და არც შავი სია არ არსებობს. მოგეხსენება, როდესაც ცეცხლს ვიღებთ, თქვათ, ბანკს სჭირდება შეამოწმოს ჩვენი მონაცემები, არა იმ წუთისთვის მხოლოდ, არამედ თქვათ, მანამდე როგორი საკრედიტო ისტორია გვაქვს, როგორ ვიხდიდით ცეცხლებს, ქონდა თუ არა მაშინ ვადა გადაცილება, გვერიცხებოდა თუ არა ჯარიმები. ამისთვის არსებობს ერთიანი ბაზა, რომელსაც იყენებს ყველა ბანკი და არა მხოლოდ ბანკი, ზოგადად საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში, ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ამ მონაცემებს როგორც იღებს ბანკებისგან, ასევე გასცემს, ეს არის კრედიტ ინფო საქართველო, რომელსაც აქვს ერთიანი ბაზა, ზოგადად ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აქვს ბანკთან ურთიერთობა და ძირითადად ვისაც რა თქმა უნდა აქვს ეს. და ნებისმიერ ბანკს აძლევენ ამ ინფორმაციას, რაც ამოწმებენ კლიენტს. ხასიანია ეს ინფორმაცია, ჩვეულებრივად ის ბანკებისგან იღებს ერთი ბანკისგან ინფორმაციას და როდესაც სხვა ბანკს სჭირდება ამ ბანკის შესახებ ინფორმაცია, ანუ კლიენტის შესახებ, ხო. და ჩვეულებრივი სერვისია მიღებული მსოფლიოში აპრობირებული საკრედიტო ისტორიის სერვისი. შესაბამისად ამ ბაზაში შედის ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით ბოლო სტატისტიკით ჩვენ როგორც გავიგეთ, შედის 2 მილიონამდე ადამიანი, ანუ 2 მილიონამდე ადამიანი და 22,000 იურიდიული პირი, ანუ კომპანია, ვისაც კი შეხება ქონია, ვისაც ცეცხლი ქონია საქართველოში. და ამ 2 მილიონ ადამიანს ხო 7 მილიონამდე 1,750,000 ადამიანია დაახლოებით ფიზიკური პირი, 750,000 და 22,000 იურიდიული პირი, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი მომენტი ის არის, რომ მან დაახლოებით 7 მილიონი ჩანაწერი არსებობს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 1,750,000-ზე მოდის დაახლოებით 7 მილიონი ჩანაწერი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ერთ ადამიანზე დაახლოებით 4 საკრედიტო პროდუქტია რეგისტრირებული. საშუალოდ. ხო, ეს საშუალოდ ასე შეიძლება ვთქვათ, ერთ 10 კონდეს და ერთი ცეცხლი კონდეს, მაგრამ ყველა ეს ჩანაწერი ინახება. ანუ როგორ აკუმულირდება, ვთქვათ, როგორ ინახება ეს ჩანაწერები. შევიდა ინფორმაცია თვეში ერთხელ ან ორჯერ ბანკები უგზავნიან ახალ ინფორმაციას ამ კრედიტ ინფოს, შესაბამისად ის თავისთან ინახავს ამ ინფორმაციას ერთ დიდ სერვერს. შემდეგ ბანკს როცა ჭირდება ამ ინფორმაციას იყენებს. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში თუ თქვენზე იყო ნეგატიური ჩანაწერი, ანუ თქვენ ვერ მოახერხეთ ვალის დაფარვა დროულად, ჯარიმა გადააცა. როგორ არ უნდა როგორ მოუხდეთ უნდა მეკითხა, მაგრამ როგორ არ უნდა მოუხდეთ? რა პირობა არ უნდა დაგვიანებაც იცვლება ერთი დღით, თქვათ? ერთი დღით აბსოლუტურად ყველანაირი მონაცემი გიორგიმ წეგან აღნიშნა, რომ სესხის აღების დაწყებიდან დაფარვამდე ნებისმიერი სახის ინფორმაცია ინახება კრედიტ ინფო საქართველოში, ანუ კარგი სესხებიც და ცუდი სესხებიც, ასე ვთქვათ, ანუ შეიძლება ვადა გადაცილება საერთოდ არ გქონდეთ სესხზე, მაგრამ აუცილებლად ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ესა თუ ის სესხი გქონდათ, იქ ინფორმაცია ინახება. რაც შეეხება ზოგადად მოხვედრას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი მაყურებლისთვის ალბათ ის ცუდი კუთხით, ანუ გაპრობლემების კუთხით როგორ ხდებიან, ალბათ ეს აინტერესებთ.
ამ ეგრეთ წოდებულ შავსიაში როგორც მოსახლეობას. აი, ეგრეთ წოდებულ თორე რამე ქვია? არაფერიც არ ქვია. კრედიტინფო საქართველოს, მეტი არაფერი. კრედიტინფოს მონაცემთა ბაზა. ხო, ნუ უბრალოდ გააუჩინეს ესეთი ის და ცუდი, ანუ ნეგატიური სტატუსით ამ მონაცემთა ბაზაში ხვდებით მაშინ, როცა ნებისმიერ სახის საკრედიტო პროდუქტზე წარმოგვეშვება 30 დღეზე ვადაგადაცილება. ანუ 30 დღე როგორც კი შეგვისრულდება გადაუხდელობის ავტომატურად ხდება უკვე ეს ინფორმაცია კრედიტინფოს საქართველოს მონაცემთა ბაზაში ნეგატიური სტატუსი. ნეგატიური სტატუსის მინიჭებისთანავე ეს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ბანკში ბლოკები, ესე ვთქვათ? გეტყვით, ადრე იყო მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ბანკი თუნდაც ერთი ნეგატიური ჩანაწერის გამო, როდესაც ნახავდა, რომ თქვათ, ერთ-ერთ ბანკში თქვენ გქონდათ ვადაგადაცილება ან ჯარიმა გქონდა დაიწყებიან სესხი ვერ დაფარეთ დროულად, მაშინ ბანკი პირდაპირ უარს გეუნებოდა. თუმცა მე პირველივე გადაცემაში აღვნიშნე ჩვენი რუბრიკის, რომ დღეს იმხელა კონკურენციაა ბანკებს შორის, რომ უკვე შესაძლებელია, რომ იყოს, თქვათ, რაღაცა ნეგატიური ჩანაწერი ძველი, თქვათ 2-3 წლის წინანდელი, თუნდაც 1 წლის წინანდელი, მაგრამ თქვენ დაფარეთ ეს დავალიანება და უკვე ავტომატურად შესაძლებელია, რომ თქვენს ბანკმა მოგცეს ეს, ანუ თქვენ აღარ არსებობს ეს ეგრეთ წოდებული რაღაც შავისია და რაღაცა ეს ალბათ გასაუბრებითაც ხდება, ხო? რა გიმარებენ პირადადაც რა გესაუბრებენ 2-3 წელი დაფარული გაქვს მე, შენი სიტუაცია გასწორებული გაქვს და მე პირადადაც თქვენ ერთი თვით ადრესს მოახერხებთ, თქვათ, რაღაცა ჯარიმის გადაფარვას და აჩვენ ბანკი ამას ხედავს, რომ თქვენ უკვე გადაფარული გაქვთ ეს დავალიანება და აუხსნით, თქვათ, მიზეზებს, რომ რაღაცა პრობლემა შეგექმნათ, რაღაცის გამო ვერ მოახერხეთ გადახდა, მაშინ თქვენ შესაბამისად უკვე ბანკი გასცემს ეს. გიორგი მწერა ნახსენა, რომ ეს მონაცემები კრედიტინფო საქართველოში ყველა ბანკი რაღაც გარკვეულ პერიოდულობით აგზავნის, ასე ვთქვათ, განახლებულ ინფორმაციას, ანუ ეს ხდება თვეში ერთხელ, როგორც წესი, ორ კვირაში ერთხელ, უფრო რომ დავაზუსტოთ. შესაბამისად, თუ ერთხელ ჩვენ 30 დღე შეგვისრულდა ვადაგადაცილება, რა თქმა უნდა, ნეგატიური სტატუსით მოხვდით კრედიტინფოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ დასრულდა ყველაფერი. მომდევნო, ასე ვთქვათ, განახლებამდე ჩვენ თუ მოვასწარეთ ამ ვადაგადაცილების გასწორება, შესაბამისად ბანკი უკვე განახლებულ ინფორმაციას გადააგზავნებს კრედიტინფოში, უკვე სტატუსში შეცვლილით, რომ იყო ნეგატიური და გახდა უკვე წარსული ნეგატივი. ანუ მიმდინარე ვალდებულება გასწორებულია და ეს პრობლემა არის. ანუ 5 წლიანი ვადაა, თქვათ 5 წლის წინ თუ მე მქონდა, თქვათ, დავალიანება და მოვხვდი ამ სიაში, 5 წლის შემდეგ ავტომატურად იშლება, რომ ვერც მოახერხო მე, თქვათ, გადაფარვა და ანუ ყოფილი ნეგატივის სტატუსი. ისტორია იშლება. უარყოფითი იშლება, 7 წელი რჩება დადებითი ისტორია და კარგად, თქვათ, წარმატებით დაფარული სესხი, რომელზეც ნიშნავს იმას, რომ იმ 5 წლის განმავლობაში, ვთქვათ, უნდა იყო დადებითი ისტორიის მქონე. თუ ახალი რამე მოახერხე და ახალი ჯარიმები გაქვს, რა თქმა უნდა. აქ როგორი სიტუაცია, ანუ ნეგატიური ისტორია ზოგადად, ანუ თუ საერთოდ სესხს არ ვფარავთ და არანაირი სტატუსი მასზე არ იცვლება, ის შეიძლება უფრო მეტხანსაც გაჩერდეს და ეს ინდივიდუალურად კონკრეტულ ბანკზე საუბარი შეიძლება საერთოდაც არასოდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება საერთოდ არასოდესაც არ გაასწოროს ინფორმაცია. ხოლო რაც შეეხება უკვე საერთოდ დაფარვას და დაფარული სტატუსის ამოღებას, აი მაგ შემთხვევაში, როდესაც თქვენ უკვე საერთოდ გაანულებთ თქვენ ვალდებულებას ნეგატიურ ისტორიაზე მაქვს საუბარი, ნეგატიურ ვალდებულებაზე, დაფარვიდან 5 წლის შემდეგ ავტომატურად იშლება ეს ინფორმაცია. ეხლა რა მინდა გითხო? აი ბაიას ბანკში მაქვს მე პრობლემა 30 დღე ვერ გადავიხადე. ახლა ამბობ რომ უკვე ისე არისო რომ შეიძლება მაინც სხვა ბანკმა ეს იმ ბანკის გადასაწყვეტია ხო უკვე კონკრეტულად და თქვათ რაღაცა. თუ ეხლა კლიენტს აქვს და მომხმარებელს მიმდინარე დავალიანება აქვს, შეიძლება სხვა ბანკიც არ ენდოს. თუ აქვს ბაიას ბანკში შეიძლება გვანცას ბანკიც არ გენდოთ თქვენ თუმცა პრეცედენტები ყოფილა მიმდინარე ნეგატივზეც ბანკებს დაუქმეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს ბანკის რისკის და გადასაწყვეტია, იმიტომ რომ პოტენციურად შეიძლება ამ მომხმარებელმა არც თქვენ გადაგიხადოთ, თქვათ. კი, ბანკში ხშირად ახსენებენ ამ ტერმინს, აი რისკებს გაივლის რაღაც დეპარტამენტი. რისკების გაყოფილება, რომელიც რა თქმა უნდა საზღვრავს რისკებს. გიორგი და დავით, ხო არ ხდება ის რომ აი ესე ვთქვათ ნეგატიური ინფორმაცია. კრედიტინფოს ნეგატიური ინფორმაციის სტატუსის განყოფილებაში თუ მოხვდი, არ ჯობია ამ შავისია ვთქვათ, კაცო. მოკლედ თუ ხარ ამ შავსიაში და აღარ გაქვს საშუალება ვთქვათ რაღაცა ბანკებიდან სესხის აღების, ხო? ადამიანები მე ამ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ეს კერძო ადამიანს ეგრეთ წოდებულ მევახშეებს იღებენ უკვე მოგახსენეთ. ანუ ერთ-ერთი თემა რაც მინდა დავასრულო კრედიტინფოსთან დაკავშირებით
მოგწევით არის რაღაცა ბურუსით არის მოცული ამ ინფორმაციის ფლობა თავად მომხმარებლის მიერ. ხო რა? ხო, ნუ ანუ ყველას გონია რომ ეს ინფორმაცია არის საერთოდ ხელმიუწვდომელი, ვერ ვნახავთ ვერსად. მე მინდა გითხრათ რომ ამ ორგანიზაციას აქვს სერვისი, როდესაც წელიწადში ერთხელ ნებისმიერ ადამიანს თქვენ თქვა თუ გქონიათ ცესხი, შეგიძლიათ მიხვიდეთ კრედიტინფო საქართველოს ოფისში და თქვენ ამოგიბეჭდავენ თქვენს მთლიან საკრედიტო ისტორიას. ანუ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მივიდეს. აქამდე ხო აი იმ 5 წლის და იმ 7 წლის გათვალისწინებითაც ბოლო წლების თქვა საკრედიტო ისტორია თუ ვინმეს აინტერესებს თავის შეუძლია მივიდეს და უფასოდ ამოუბეჭდავენ ამ ინფორმაციას კი. მაგრამ თუ სურვილი აქვს რომ თქვა მუდმივი ანგარიში კონდეს ეგრეთ წოდებული აკაუნტი კონდეს კრედიტინფოში, მაშინ ფასიანი სერვისი აქვს, როდესაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია შეამოწმო შენი საკრედიტო ისტორია. ანუ ეს სერვისი შესაძლებელია. რაც შეეხება კერძო მევახშებს. კერძო მევახშეები, რა თქმა უნდა, საკრედიტო ისტორიას არავისას არ სწავლობენ, რადგანაც მათი პირობები გაცილებით უფრო მძიმეა სესხებლისთვის და კაბალური ვიდრე ბანკების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული და მათთან ადამიანები სწორედ მას შემდეგ მიდიან, რაც თქვათ აი ბანკთან ყველა გზას მოიჭრიან, რომ სესხი თქვათ შედარებით დაბალ პროცენტში საერთოდ სესხი გაიტანონ. შესაბამისად მე მინდა ვთხოვ მომხმარებლებს და ჩვენს მაყურებლებს, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ ამ შემთხვევაში, რადგანაც მანდატ ფორმდება ხელშეკრულება? ხელშეკრულება ფორმდება და ამ წლის თებერვლიდან შევიდა ცვლილება კოდექსში, როდესაც ნოტარიუსთან უნდა გამოწვდეს. აქამდე ნოტარიუსთანაც კი არ მოწვდებოდა. ორ ადამიანს შორის თქვა დამოწდა ნოტარიუსთან. მერე პრინციპში ეს განსაკუთრებულს არაფერს არ ხვდის რეალურად რომ ვთქვათ კანონის მიხედვით. ანუ ერთ მომენტს აქ დავაზუსტებდი იმას, რომ ნოტარიულად ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა დადგა იმის გამო, პირველ რიგში, რომ ნოტარიუსი ვალდებულია ამ შემთხვევაში აუხსნას სავალოს შედეგები საომავლოდ რა შეიძლება მოყვეს ამას. სხვათა შორის ეხლა ხავს ქონდა საკონსულტაციო საინტერესო შემთხვევა, ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში იყო მოსული ქალბატონი, რომელსაც აი ესეთი კიდურესი შემთხვევა მოვიდა, ბანკებმა არ დააფინანსეს, იმიტომ რომ გარკვეული ბიზნესის დაწყება უნდა და ვიცით რომ სტარტაპი საქართველოს ჯერჯერობით არ ფინანსდება ბანკების მიერ და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა კერძო მევახშეს მიმართა და თანხა აიღო და საბოლოო ჯამში მივიდა აი უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე, ჩაუვარდა ბიზნესი. რა თქმა უნდა, აი ეს ძალიან ხშირია სხვათა შორის ასეთი სიტუაციები, რომ აი ეს კერძო ბიზნესის დასაწყებად მიმართავენ კერძო სესხებს, რაც ძალიან რა ვთქვი რა უნდა ვერაფერს ვერ უზავ ფაქტიურად, იმიტომ რომ ხელშეკრულების კუთხით ეს პირები ფაქტიურად არაფრისგან არ არიან დაზღვეულები. ყველანაირი კუთხით გამოჭერილები არიან, რა თქმა უნდა და არანაირი ბერკეტი არ აქვთ იმისა, რომ სასამართლოზე ან რამეზე მოედაონ კერძო მევახშეებს ან ნებისმიერი სხვა რაიმეს შეღავათი. ანუ ადამიანის დამოკიდებული ხარ იმაზე მთელი შენი ცხოვრება სანამ ამას არ დაფარა. კი ბატონო, თავიდან ბოლომდე. მახსოვს წინა გადაცემაში თქვენ საუბრობდით და მეტყვით დავამახსოვრდა ეს, რომ თუ ვთქვათ ბანკი გეუბნება სესხზე უარს, ნუ ერთი არ ხო, ეს უკვე რაღაცის ნიშანია და თუ სამჯერ გითხრეს უარიო, ჯობია არც შეყოთავი ამ სესხშიო. ჯერ თქვათ რამდენ თქვათ შეიძლება სხვადასხვა ბანკების მიმართ რომელსაც სხვადასხვა პირობები აქვს და თქვენ თუ არ გაძლევთ, ესე იგი თქვენ არ ხართ პოტენციურად გადავხდელი ამაზე საუბრობ ჩვენ. თუმცა ანუ შენზე უკეთვით ის თუ შენ რაღაცა ეფორიაში ხარ და გონია რომ შეიძლება იცით რა ყველაზე რთული რაც არის ის არის რომ მიდიხარ ბანკში იღებს სესხს და იქ თუნდაც ის ხელშეკრულების პირობებზე საუბრობდით ხო ჩვენ წინა გადაცემაში იქ კითხულობ რაღაც ჯარიმა არის შენ ფიქრობ რომ ეს შენ არ დაგემართება მაგრამ შეიძლება დაგემართოს რადგანაც ბანკი უფრო პრაგმატულად უყურებს თქვა ამას შემთხვევა იცის შენაერი ეგანო ახსენე რომ დაახლოებით კრედიტინფოში 7 მილიონი ჩანაწერი არსებობს ეს იმას ნიშნავს რომ ერთ ადამიანს დაახლოებით მოდის 4 საკრედიტო პროდუქტი ანუ ესეთი სახის ფინანსურად ჩვენი ბიუჯეტის მართვა ძალიან არასწორია და არამიზანშეწონილია, იმიტომ რომ ერთ ადამიანზე 4 საკრედიტო პროდუქტის არსებობა პარალელურად საკმაოდ მძიმეა. ეს იწვევს პირველ რიგში ზუსტად იმას, რომ საბოლოო ჯამში მივდივართ იქით, რომ ჩვენ ვეღარ ვემსახურებით ჩვენს სესხებს. რა თქმა უნდა, ვერ ვთქვით, ანუ ჩვენ გონია ნამდვილად გიორგიმ სწორედ თქვა, რომ მე ეს არ დამემართება და მე ვიცი ჩემი თანხების ამბავი და ასე შემდეგ. მარტო ეს თქვა მომხმარებელზე რო არ ვისაუბროთ, იმ ერთ ადამიანზე ზოგადად სავარაუდოდ 4 საბანკო მომსახურება ხო ბანკმა გასცა საფინანსო. იმ რატომ არის ბევრი მომენტია, ანუ შეიძლება პარამეტრებში რა თქმა უნდა ჯდებოდეს, ალბათ იცით რა თქმა უნდა რომ ბანკს თავისი პარამეტრები, ყველა ბანკს შესაბამისი პარამეტრი არსებობს, რომლის მიხედვითაც კლიენტს აფინანსებს და აკრედიტებს. შესაძლებელია რა თქმა უნდა რომ ეს პარამეტრებში იმ გარკვეულ პროცენტებში თეთრი ჯდებოდეს, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ბოროტად უნდა გამოვიყენოთ. ბანკიც რისკავს ბანკი რა თქმა უნდა, მაგრამ ბანკის პასუხისმგებლობაც მეტია. შეიძლება ითქვას, ბანკები მე ვფიქრობ გაცილებით ყურადღებით უნდა მოეკიდონ ასეთ სიტუაციებს,
რამდენიმე კვირის წინ იყო შეხვედრა ზუსტად ეროვნულ ბანკში, როდესაც ჩვენი ორგანიზაციაც ესწრებოდა ბანკებთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, როდესაც თავად ბანკებს მოუწოდა, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ, თქვათ, სასესხო პროდუქტების გაცემას. რადგანაც როგორც წესი სტატისტიკურად დათვლილია, რომ 10% ხდება პრობლემური სესხი მთლიანი სასესხო პორტფელიდან, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვათ, აი ერთ ადამიანს რამდენიმე სასესხო პროდუქტი აქვს. რადგანაც არა მხოლოდ ბანკები გასცემენ, ხო, ამ ქვეყანაში სესხებს. არსებობს რაღაც ონლაინ სესხები, არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კერძო სექტორის ხალხი, რომელიც არანაირად არ რეგულირდება. ბანკებს გაცილებით მეტი რეგულირება აქვს. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოუწოდოთ ბანკებს, რომ ნებისმიერ კლიენტს, თქვათ, არ მოიმიზეზოს ვინმე რომ ან დრო არ ქონდა, ან ვერ მოახერხა, აუცილებლად მათ კარგად უნდა შეისწავლონ ის საკრედიტო ისტორია, რაზეც საუბრობთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ სესხი, რადგანაც ეს შემდეგ პრობლემას პირველ რიგში უქმნის, რა თქმა უნდა, მომხმარებას და თავისთავად ბანკსაც უქმნის პრობლემას, იმიტომ რომ დაუფარავი სესხი. მაკმადაღებულ სიაში თავდებში ვინც დგას? ის ხალხიც არის, ის ხალხიც ხდება? რა თქმა უნდა. ვინც თავდებში უდგება სხვას? რა თქმა უნდა, აქ არ არის არა მარტო თავდებზეა საუბარი, აქ ნებისმიერი სახის უზრუნველყოფა, რაც წარმოდგენილი ამა თუ იმ სესხზე, ყველანაირი ინფორმაცია ინახება კრედიტიფოში, შეიძლება უძრავი ქონება იყოს, ავტომობილი იყოს და რა თქმა უნდა თავდები. ანუ მე შეიძლება არ მქონდეს არანაირი სესხი არც ერთ ბანკში და დაუდგე თავდებში ვიღაცას იმ პრობლემას და მე ავტომატურად უკვე შემთხვევით ყველა გზა დახურულია, ესე გამოდის. აი იგივე სიტუაცია ახაც, ყველა გზა დახურული არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ის, რომ თქვენს მეგობარს თხოვოთ, რომ ეს ვალდებულება გაასწოროს, დავალიანება დაფაროს და შესაბამისად თქვენს უკვე სტატუსი. თუ არა და გიგისება შენ მაგის დაფაროს. საომავლოდ კი უზრუნველყოფა თქვენ. ოდესღაც რეაბილიტაცია არის შესაძლებელი, ხო სწორია? და გამოსწორება. თუ კარგი გადამხდელი ხდებით, თავისთავად შესაძლებელია ამის გამოსწორება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტად პრობლემური სესხი ხდება დაახლოებით 1500 ლარამდე სესხი. ანუ მცირე სესხებზე საუბარი. აქ არის საუბარი იპოთეკურზე, როცა ბინა გავარემონტეთ, შევიძინეთ უძრავი ქონება და 50-100.000 ლარი გვაქვს თქვა გამოტა. აი გროგონია რომ აი ერთ წელიწადში ბარემ დავფარა ბანკომატიდან მიყავ. ხო, აი ეს არის ზუსტად ყველაზე უფრო პრობლემატური სტატისტიკურადაც და ისედაც ბუნება ესეც. მინდა გითხრათ, რომ მე მყავს ნაცნობი, რომელიც ძალიან წესიერი გადამხდელია და ამ თავისი წესიერი გადახდის გამო მოხდა ეგრეთ წოდებულ შავსიაში, როგორ გადიოდა ქალაქიდან და 2 თვით ადრე დაფარა წესიერად მოაწესრიგა ყველაფერი გააკეთა და 2 თვით ადრე დაფარა სესხი. ჩამოვიდა და აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, დაზარალებული, იმიტომ რომ ეს წასულა მთელი თანხა დაიფარა წის წრებით გადახდა დაიფარა ძირიო. ან პროცენტი. შეიძლება მეთქვა, მეც გავიკეთებ, როგორ მე მივსულ ვარ, ბაია, და მithქვას, რომ მე ამას ვაპირებ. აქ არის პირველი კომუნიკაციის პრობლემა. ანუ მოსახლეობას გონია, რომ თანხი ზედმეტად შეტანის შემთხვევაში ავტომატურად ხდება ამა თუ იმ ვალდებულების დაფარვა და რეალურად ეს ასე არ ხდება. აქ არის ორი მომენტი. ერთი მომენტია, რომ თუ ჩვენ გვსურს, როგორც ავხსენი წინა გადაცემაზე, წინსწრებით ძირის შემცირება, აუცილებლად ოპერატორი ან საკრედიტო ჩვენი მენეჯერი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს ასე მოხდეს და გრაფიკი გადავათამაშოთ. ან მეორე ნაწილია, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, მომდევნო თვეების თანხას დავდოთ ანგარიზე, არა თუ უბრალოდ ძირი შევამციროთ. არა, უბრალოდ თანხა დავდოთ ანგარიზე და ის ავტომატურად ყოველ თვეს, როცა მოუწევს გადახდა, ჩამოიჭრება. სავარაუდოდ მოხდა თქვენი მეგობრის შემთხვევაში ასე, რომ მან ძირი შეამცირა, მაგრამ ძირის შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში აღარ უნდა გადავიხავთ, ანუ რაღაცა პროგრამულად ხდება ავტომატურად. მე რასაც ხვდები, ეხლა პირდაპირ სალაროშია გადახდილი კეშად რა, 2 ქვით არის წამოიღო. ალბათ ეგრე გააკეთა რა. ოფიცერმა ძირი შეუმცირა. 5 წუთიანი გამეორებები გავაკეთოთ ხოლმე. როგორ დავფაროთ? კი, აუცილებლად, ანუ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს ხდება პროგრამულად, ეს არ არის, თქვათ, კონკრეტ თუ არ გავაფრთხილებთ ბანკს კონკრეტულ თანამშრომლის სახით, რომ აი ეს თანხა იმიტომ შემოვიტანო, რომ შემდეგი თვის, თქვათ, დასაფარი. ანუ ოპერატორთან უნდა გაარკვევოს. ანუ ოპერატორთან თანამშრომლთან, რა თქმა უნდა. კიდე რაღაცა გააკეთო. ანუ პროგრამულად შეიძლება უცებ დაფიქსირდა, რომ კი წინა თვე შეიძლება ორმაგი თანხა იყო, მაგრამ ამ თვეს საერთოდ არ ჩამოიჭრა. აღარ არის ანგარიშზე თანხა. მაშინ ამ პროგრამამ რაღა გააკეთა. კაი, რა კი ესეთ თემაზე გადავედით. აი, ისევ დაუბრუნდეთ გაჭირვებული ისა ვარ, სესხი მაქაღებული და მიჭირს და მოხდი იმაში საქიმფომში კი რა ქვია? ინფო კრედიტში. ან არ მოხდება. ვალის რესტრუქტურიზაცია. აი ესეც აგვიხსენი და რა შემთხვევაში შეიძლება ამას მე. აი დაცვას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი რესტრუქტურიზაცია გაუკეთებენ მაშინ, როდესაც ბანკის თანამშრომელი იყო და უფრო
ცნება რესტრუქტურიზაცია ზოგადად შემოვიდა სულ რამოდენიმე წელია. ვიტყვი იმას, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური ამ თემის დაყენება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სესხი გაპრობლემდა და შესაბამისად ბანკებმა მიმართეს ეგრეთ წოდებულ რესტრუქტურიზაციას. რა არის რესტრუქტურიზაცია? ის შეიძლება რამოდენიმე სახით არსებობდეს თავისი შინაარსის მიხედვით. რესტრუქტურიზაცია შეიძლება შედიოდეს ყველა ვალდებულების გაერთიანება, ვადაში გაწელვა, ასევე შეიძლება იყოს არსებულ სესხზე პარამეტრების ცვლილება და კიდევ მრავალი ნებისმიერი სახეცვლილება სესხის ანუ მე გამიჩნდა დავით რაღაცას ვეღარ ვარეგულირებ ჩემს სესხს მოვდივარ თქვათ ბანკში და ვიძახი მიშველეთ რამე რაღაცა შემიცვალეთ. რესტრუქტურიზაციის პირველი დანიშნულება რა თქმა უნდა არის ეს რომ მომხმარებელს რაიმე გარკვეული შეღავათი შეუქმნათ პირველ რიგში იმ კუთხით რომ ყოველთვიური გადასახადი შეუმსუბუქოთ. მე თვითონ მოვდივარ სათხოვნელად ხო ესე არა? ჩემთვის არის მისაღები და არა ამ შემთხვევაში ხდება ისეთი მომენტი როცა თვითონ მომხმარებლებიც ვერაცნობიერებენ ზოგადად რომ საჭიროა ამ დროს რესტრუქტურიზაცია და იხდიან მაგრამ აი ჯარიმებით იხდიან და მერე მცნება არის ასეთი რომ აი ხო ვიხდი კი ვიხდი ჯარიმებით მაგრამ ხო ვიხდი ცოტა დამანებეთ თავი და ესეც არასწორი მიდგომა მოუწოდებდი მომხმარებელს რომ ჯარიმებით გადახდა არ ნიშნავს რაღაცა კარგ გადამხდელობას. რა თქმა უნდა და ბანკისთვის მისაღებს. რესტრუქტურიზაცია ისე რომ ეს ჯარიმა არ გადაიხადა და კარგ გადახდა და დარჩა და ისე გადაიხადა როგორც შეიძლება. რაღაცა ვადას გავწელავთ რომ ის ვადას გავწელავთ იმის შესაბამისად რომ ყოველთვიურ გადასახადის შეძლოს. შესაძლებელია ასევე საშეღავათო პერიოდის დაწესება რომ თქვათ რამოდენიმე თვე საერთოდ არაფერი არ გადავიხადოთ და შესაძლებელია გადავადება. რა თქმა უნდა ანუ ნებისმიერი სახის ცვლილება არის შესაძლებელი დამოკიდებულია ჩვენს ისევ და ისევ ფინანსურ მდგომარეობაში. ანუ ეს არის დამოკიდებული რაზე? ვთქვათ, მე ვარ მომხმარებელი და ხვდები რომ ჩემი ყოველთვიური შემოსავალი ვეღარ წვდება იმ თანხის გადახდას, რა თანხით ხასაც ვიხდი ვთქვათ რაღაც გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად მე არ უნდა დავუმალო ეს არავითარ შემთხვევაში ბანკს, იმიტომ რომ ერთ დღესაც როცა დადგება რომ ვერ გადავიხდი, ბანკი ვერ მიხვდება იქ მე რომ ვთქვათ რაღაცა პრობლემების შემექმნა თუ რამე და უბრალოდ ნახავს რომ არ არის ხო შემცირდა ხელფასი ან ხარჯები გაგეზარდა თქვა შვილი შეგეძინა რაღაც ხო ამიტომ თვითონ მომხმარებელმა კი არ უნდა დაუმალოს ეს პრობლემა ჯობია მივიდეს ბანკთან უთხრას რომ გამარჯობა ჩვენ მე თქვა და გამარჯობა დედა გამიჭირდა თქვა ერთი წლით კი არა მოდი აი წელიწად ნახევრით ესე იგი გიორგი თუ შვილი ყავს და ტყუპები შეგეძინა შეგიძლია მიხვიდე და რესტრუქტურიზაცია შეიტანო ხო ესეა ეგ მიზეზია ხო ალბათ ეხა ერთად სამრავლე ტყუპები კიდევ უფრო ერთ წელსაც უკვე ორ წელს ეკოდა. კი, რა თქმა უნდა, ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ რესტრუქტურიზაცია როგორც წესი მაშინ მიმართავთ, როდესაც უკვე გაგვიჭირდა, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობა, ანუ მომხმარებლები თვითონ უკვე აანალიზებენ, სანამ სესხი გაუპრობლემდებათ, რომ მომდევნო თვიდან უკვე შეიძლება პრობლემა შეექმნათ და შესაბამისად ბანკებს მიმართავენ, რომ რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემური ჯერ არ არის სესხი. და ასე დროს ხდება მომენტები, როცა ბანკები უარს ეუბნებიან იმის გამო, რომ აი თქვათ ჯერ პრობლემური არ არის სესხი ან სხვადასხვა მიზეზებსაც იძახიან და მინდა მოუწოდო, რომ რა თქმა უნდა, მინდა მოუწოდო ბანკებს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი და აუცილებლად გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნაც, რომ თვითონ მოდის ადამიანი და დავეხმაროთ აუცილებლად. კი, გქონდა ესეთი შემთხვევა ახლა ისიც რომ გისმენით, არ უნდა დაუმალო ბანკს თუ გაგიჭირდა ან შვილი თუ გაგიჭირდა, არ უნდა მიხვიდე ბანკთან და აი რო გისმენდით ხო ესეთი შეკითხვა გავიჩნდა მე პირადად არ მქონია ესეთი შეხება ბანკთან არასოდეს და თქვა სესხის აღების დამტკიცების ამ სესხის ამ პირიქით შემდეგ გადავადების აი ამ შემთხვევაში ადამიანურ ფაქტორს თუ აქვს მნიშვნელობა ბანკთან ურთიერთობაში და თქონდეს აუცილებლად ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ რომ რაღაც ეთიკური და მორალური ნორმებიც არსებობს გასაგებია რომ გვაქვს საქმე კომერციული ინსტიტუტთან და გასაგებია რომ ის არ არის საქმემოქმედო რომ ფული გაჩუქოს თუმცა მათი მხრიდანაც რა თქმა უნდა იყოს მორალური მომენტი როდესაც მით უმეტეს თვითონ იჩენს მსესხებელი და მომხმარებელი ინიციატივას რომ თქვათ ვეღარ ახერხებს ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება თქვა თავის იმ სესხს რაც ბანკმა მისცა. აი ეს ადამიანური მომენტი ნინ რაც თქვენ ახსენეთ აუცილებლად უნდა არსებობდეს და სწორედ ჩვენ ამ მსგავს შემთხვევაზე ჩვენი ცხელი ხაზი ავამუშავეთ სადაც გვირეკავენ რომ თქვა ვიყავი ბანკში მაგრამ რაღაცა არ მომაქცია სათანადო ყურადღება და ჩვენ ვცდილობთ რომ მსგავსი შემთხვევები გამოვიკვლიოთ და თქვა უკვე კონკრეტულ ბანკებს მივმართოთ რომ უფრო თქვენი ცხელი ხაზი სწორედ თქვენი ცხელი ხაზიც ამონაცო და ჩვენ კარგი ნომერი გვაქვს 240 05 05 და შეუძლიათ თქვა
უბრალოდ ჩვენ ცხელხაზზე დარეკონ და იქ მივცემთ თქვათ ძალიან კვალიფიციურ რჩევებს, რადგან ამ სატელევიზიო ფორმატში შეიძლება ყველაფერი ჩვენ ვერ ჩავატიროთ, ძალიან ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა, ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც ხშირად ხდება, იგივე თქვათ რესტრუქტურიზაცია რა შემთხვევაში ხდება, რა შემთხვევაში როგორ უნდა ავიცილოთ სესხის თქვათ პრობლემურობა. მთავარია რომ რა თქმა უნდა მიზნობრიობა გავთვალოთ და შესაძლებლობები გავთვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ აი ბანკი ადამიანურად მოგვექცე. არ უნდა ვიყოთ ხო ამის იმედად. რაღაცა საბანკო ანგელოზები ხართ, საბანკო. ბანკირები არ ვართ იმის. მე თვითონ მაქვს ეს. რა კარგად მართავენ. ხო, მოკლედ კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს რამონად და საბანკო ანგელოზების ცხელი ხაზი. ყველა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა, ძალიან ბევრი შეკითხვაა და აი დაგვიკავშირდნენ Facebook-საც გვაქვს გვერდი, შეუძლიათ იქაც მოგწერონ, მალე ჩვენი ვებგვერდი გაიშვება, ყველა საშუალებით, თქვათ ელექტრონული საშუალებით შეგვიძლია და პირადად შეუძლიათ ჩვენ ოფისში მობრძანდნენ და იქ მიიღონ კონსულტაცია. ხელი ხაზი ზიანოდარსაც აგონ Facebook-ში. ერთს დავამატებდი რომ პირველ რიგში მოუწოდეთ აუცილებლად ჩვენს მომხმარებლებს რომ კომუნიკაცია აუცილებლად იქონიონ მის თავიანთ საკრედიტო მენეჯერებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრ პრობლემას აგვარიდებს. სხვათა ზორი ძალიან ისეთი კარგი ხალხია, გულისხმერად ეკიდებიან შენ პრობლემებს ყოველთვის. მე რაც ვიცი, მე გამოსtildeება რაც მაქვს, ვაკედან გამომდინარე ვიძახი. სხვა შემთხვევების გწმენია და ხო და მე ჩემსაც ვიძახი რომ გავუხარდეს ხა რო კიდევ უფრო კარგად რომ მომექცეს რა. შენ გადაგვაცალეთ ცოტა ხანი დიმიტრი. საკინფორში მივდივარ ახლა. კარგი, ვიღაცა შეიძლება შენ ამბობდი რომ წინა ჯერზე რომ ისეთი ხანდახან ვფიქრობ რომ ისეთი ძვირი ღირს კინოს ბილეთი რომ შეიძლება მაგისთვისაც დაგჭირდეს ერთხელ. მე ვთქვი კი, ნამდვილად და ჩვენს მაყურებელს ვახარებთ ეს გახლავთ ელენე მარშანია, რომელმაც მოიგო 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი ქართული კინოთეატრებისგან. კითხვა იყო რა ჯილდო მიიღო ქართულო მელოდრამამ ზღვარი კინოფესტივალზე ოქროს რაინდი და სპეციალური ჯილდო მიუღია. ძალიან სასიამოვნო. რა იყო? სახელი აქვს ჯილდოს. სპეციალური ჯილდო ქვია სახელად. ყველა ჯილდო სპეციალური. რაც შეიძლება ამ სასაჩუქრე ვაუჩერებს თუ ჩვენს ვიქტორინაში ვერ მოიგებთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეიძინოთ სხვადასხვა თანხის სასაჩუქრე ვაუჩერი, როგორც სალაროებში, ასევე იქ არსებულ ობიექტებში, ამირანსა თუ რუსთაველში. როგორ დავასრულეთ ჩემი გამოსვლა? გიორგი და დავითი ერთი კვირაში ერთი დღეც კი არ არის საკმარისი ისეთი საჭირო ბოროტო და საინტერესო. შოკი ვარ მივიღოთ, კვირაში იყოს ერთი დღე ჯერდა, მე ნახოთ. კარგი, საწვიმარე არ გინდა. აი ეს არის ძაღლების უფლებების დარღვევა. იქნება გამარჯვებული დღეს. აი შემდეგი გადაცემის თემას დავაანონსებ თქვენი ნებართვით, ესე იგი შემდეგ გადაცემაზე გვექნება არანაკლებ საჭირო ბოროტო თემა, ეს არის ბანკომატები და ტერმინალები, ეგრეთ წოდებული პოსტტერმინალები. რომელი ბანკომატიდან გამოვიტანოთ, სად გავატაროთ, რამდენი გვეჭრება, ყველაფერი ამაზე შემდეგ ვაშაბათ ვისაუბრეთ მე და დავით. ეხლა არ გითხავთ და მე გითხავთ. ვაში კამერები რატო გვიყურებენ ბანკი და ბანკომატი? კარგია რომ ვიყურებენ, ძალიან კარგია რომ ვიყურებენ. ზიანოდართან ერთად გუნდებს რეკლამა. შენ კი მოიყურებ.